საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კი სკრინინგ პროგრამებია. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 მაისს. სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე განხორციელების იდეა ეკუთვნის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პირველი ლედი. სკრინინგის პროგრამის განხორციელებისათვის თბილისის მერიამ დააფუძნა ეროვნული სკრინინგ ცენტრი. მისი ფუნქციონირებისათვის გამოიყო შესაბამისი ფარდი და ყველა საჭირო სამედიცინო აპარატურა. რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე კიბოს პრევენცია? ამის შესახებ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესორი ონკოლოგი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ბატონი რემა ღვამიჩავა. ბატონი რემა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი კითხვა ასეთი მექნება, რა არის სკრინინგი მსმენელებს რო განუმარტოთ? მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ ეს თემა საინტერესოა საზოგადოებისათვის. სკრინინგი ეს გახლავთ პირდაპირ თარგმანს თუ ავიღებთ, ეს არის გამოხშირვა, ხოლო უფრო გასაგებიანით რომ თქვათ, ეს არის ჯანმრთელ მოსახლეობის, ანუ მოსახლეობის, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, გამოკვლევები იმ ადამიანების გამოსაყოფად, სადაც უფრო ღრმა გამოკვლევებია ჩასატარებელი კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად ან კიბოსწინა დაავადებების დასადგენად. და რამდენად ზუსტია სკრინინგის შემდეგ მიღებული პასუხი? ცდომილებას რამდენად აქვს? სკრინინგში არის მიღებული ორი ესეთი მცნება, ცრუ დადებითი და ჭეშმარიტად დავუშვათ დადებითი პასუხები. მინდა მოგახსენოთ, რომ აბსოლუტურად 100%-იანი არაფერი არ არის. მათ შორის მედიცინაც არ არის, არამედ საქართველოში არსად. თუ ვინმე იტყვის, რომ მედიცინაში სადმე 100%-იანი გარანტია აქვთ მათ, მე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ნუ ენდობიან ამას. ეს იქნება საქართველოში და ეს იქნება უცხოეთში. ეს არ არის რეალურია. მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი მეთოდოლოგიური მიდგომა, რასაც ჩვენ ხმარობთ, რის საფუძველზეც შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის მაგალითია მაგალითად ერთი და იგივე ქალბატონის სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური სურათის ორი სხვადასხვა რენტგენოლოგის მიერ ერთმანეთსგან დამოუკიდებლად გაშიფრვა. თუ კი რაიმე არ თანხმობა არის მათ შორის, შემდგომ უკვე ერთვება კიდევ მთლიანი გუნდი, ანუ ყველა შემთხვევა გადის დეტალურ ანალიზს. თუ საჭიროდ ჩათვლიან ერთვება ულტრაბგერითი კვლევა, თუ საჭიროდ თვლიან ერთვება ბიოპსიის აღება შემდგომი ციტოლოგიური კვლევით. ეს არის ის სოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიები, რომლებსაც მინიმუმამდე დაყავთ შეცდომა. და რა სკრინინგ პროგრამებს ახორციელებს დღეს ეროვნული სკრინინგ ცენტრი? ამაზე რო ვისაუბრეთ. ეროვნული სკრინინგ ცენტრი ახორციელებს კიბოს სკრინინგის ეროვნულ პროგრამას. მინდა გითხრათ, რომ პროგრამა ორივე შემთხვევაში არის სახელმწიფო დაფინანსებით. თბილისში ამის დამფინანსებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდის დანადაფინანსება ხდება, ხოლო რეგიონებში, ანუ ყველგან საქართველოში თბილისის გარდა, ამას აფინანსებს ფედერალური ბიუჯეტი. დღეს მთელ საქართველოში ფინანსდება ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშლოზნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მსხვილნაწლავის კიბოს სკრინინგი და პროსტატის სკრინინგი. აქვე მინდა გითხრათ, რომ დასაწყისში თუ ეს იყო მხოლოდ თბილისში, შემდგომ დავიწყეთ გაფართოება თბილისში, შემდგომ რეგიონები ჩაერთო. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია, როგორც მატერიალურად, რამე თუ ეს უფასო არის მოსახლეობისთვის, სახელმწიფო დაფინანსების არსებობის გამო, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არის ძალიან ფართოდ გაშლილი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სკრინინგ პროგრამის ფარგლებში კვლევები მისთვის უახლოეს წერტილში. ამისათვის არსებობს ერთიანი უფასო ტელეფონის ნომერიც ხელი ხაზი, რომელიც გახლავთ 220 35 35. საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ამ ნომერზე დაკავშირების შემდგომ მიიღებს სრულ ინფორმაციას სკრინინგზე, თუ რა ჯგუფებში კეთდება, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში კეთდება და რომელ ადგილებში. საქართველო დაყოფილია თბილისად
და რეგიონებად ტერიტორიულ პრინციპით, ანუ მაგალითად კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და თვითონ შიგნითაც, მაგალითად იმერეთის შიგნით. მათ შეუძლიათ მიიღონ თუ ქუთაისში სად შეიძლება გაიკეთონ და უშუალოდ საჩხერეში სად შეიძლება გაიკეთონ, იგივე აჭარაში, ბათუმში სად შეიძლება, ქობულეთში სად შეიძლება. ეს ძალიან დეტალური ინფორმაცია. დიახ, მოდით მივყვეთ დეტალურად და განმარტოთ პირველ რიგში სარძევე ჯირკვლის კიბოსკრინინგის პროგრამა, რომელი ასაკის კატეგორიისთვის არის განსაზღვრული. კი ბატონო, ზუზუს კიბოსკრინინგი მოიცავს მიზნობრივ ასაკობრივ ჯგუფს 40-დან 70 წლის ჩათვლით. საქართველოში ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ყველა ქალბატონი ამ ასაკობრივი ჯგუფის ჩართულია პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ამ ქალბატონს შეუძლია მიაკითხოს სკრინინგის განმახორციელებელ ნებისმიერ წერტილს, სადაც მიიღებს სრულ პაკეტს გამოკვლევებისას, რომელიც გულისხმობს ზუძუს გასინჯვას, მამოგრაფიას, ანუ რენტგენოლოგიურ კვლევას ორივე სარძევე ჯირკვლის, საჭიროების შემთხვევაში ეხოსკოპიას, საჭიროების შემთხვევაში ბიოპსიას, მასალის ციტოლოგიური კვლევით. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის არის უფასო. საშუალო ზრდის ყელის კიბოსკრინინგი მოიცავს ასაკობრივ ჯგუფს 25-დან 60 წლამდე და გულისხმობს საშუალო ზრდის ყელის დათვალიერებას გინეკოლოგის მიერ, ნაცხის აღებას შემდგომი ციტოლოგიური კვლევით, ეგრეთ წოდებული პაპ ტესტი, საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპიას, რაც გულისხმობს კვლავ ვიზუალურ დათვალიერებას საშუალო ზრდის ყელის გინეკოლოგის მიერ, ოღონდ ეგრეთ წოდებული აპარატის კოლპოსკოპის, ანუ გამადიდებელი შუშის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში ბიოპსიას უკვე ჰისტოლოგიური კვლევით. ასევე უფასოა მოსახლეობისთვის სხვილნაცლავის კიბოსკრინინგი და პროსტატის კიბოსკრინინგი მოიცავს ასაკობრივ ჯგუფს 50-დან 70 წლის ჩათვლით და გულისხმობს სხვილნაცლავის შემთხვევაში ტესტი ფარულ სისხლდენაზე, რაც ძალიან მარტივი ტესტია, ტესტის დადებითი შემთხვევაში, ანუ თუ სახეზე გვაქვს ფარული სისხლდენა სხვილნაცლავში, პაციენტს უტარდება კოლონოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოპსია ჰისტოლოგიური კვლევით. პროსტატის კიბოსკრინინგის შემთხვევაში ხდება პერიფერიული სისხლის აღება და ანალიზის ჩატარება ეგრეთ წოდებულ პროსტატ სპეციფიკურ ანტიგენზე, ეს არის მარკერი, ონკომარკერი. თუ მაღალია მაჩვენებელი, შემდგომ ორი ფრაქცია კეთდება მათი შეფარდებით, რაც გამორიცხავს ამოწყებული კიბოს არ დაჭერას 4-ვე ლოკალიზაციის შემთხვევაში. 292 11 92 11 ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით კვლავ ეთერში, ვსაუბრობთ სკრინინგ პროგრამაზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ონკოლოგი, პროფესორი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი რემა ღვამიჩევა. ბატონი რემა, როგორ ჩავერთოთ სკრინინგ პროგრამაში? სკრინინგ პროგრამაში ჩართვა ძალიან მარტივია. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა. თუ თქვენ უკვე იცით, თქვენ სიახლოვეში ორგანიზაცია, რომელიც სკრინინგ პროგრამას ახორციელებს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ჩაეწეროთ. მაგრამ ყველაზე თუ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ვინ ახორციელებს, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, თხოვნით რომ დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 220 35 35, სადაც თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას სკრინინგის ასაკობრივ ჯგუფებზე, რომელი ორგანოების სკრინინგი ხდება და თქვენთვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უახლოეს ადგილას შეგიძლიათ ჩაიტაროთ. მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ, შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის ასურველი შეკითხვა. მოგესალმებით. საშუალო ზრდის სკრინინგებისათვის რატომ მარტო 60 წლამდე და რომელი ოპერაციები ფინანსდება, თუ შეიძლება გპასუხოთ? დიდი მადლობა. სავარაუდოდ გამოკვლევაზე ასაუბრეთ. კი ბატონო, ქალბატონო, რატო 60 წლამდე დაუშვათ, იგივე ძუძუ რატო 70 წლამდე და რატო 40-დან და უფრო ადრე არა? ყველა სკრინინგის ყველა პროგრამა საქართველოში თუ უცხოეთში უნდა კონდეს ხარჯდებექტურობა. ეს არის აღებული მსოფლიო და მათ შორის საქართველოს სტატისტიკის გაანალიზებით ის ასაკობრივი ზღვარი აღებული ჯგუფი, სადაც არის მაქსიმალური ავადობის მაჩვენებელი.
რა საკვირველია სამწუხარო ძუძუს კიბო 40 წელზე ახალგაზრდა ასაკშიც ხდება. რა საკვირველია მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, მოსახლეობისთვის ეს არის უფასო, მაგრამ ამ მოსახლეობისთვის უფასოს უკან დგას ფინანსები, რომელსაც სახელმწიფო ითვლის. ამიტომ ეს არის აღებული იმ ჯგუფზე, სადაც ავადობა არის მაქსიმალური. აქ მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ევროპის ბევრ ქვეყანაში ძუძუს კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლიდან და არა 40-დან. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თხოვეთ მთავრობას და ისინი გაგებით მოეკიდნენ ამათ და 10 წელი ჩამოვწიეთ თქვენ და 40 წლიდან ვიწყებ. ესე რომ ყველასთვის ნებისმიერი ასაკისთვის ამას ვერ გაუძლებს არათუ საქართველოს ვერც ერთი საქართველოს ბევრად მდიდარი ქვეყნის ბიუჯეტი. სწორედ ამიტომ არის ეს ასაკობრივი ჯგუფები მიტითებული. და კიბოთი დაავადებულთა რაოდენობამ საკმაოდ იმრავლდა და თუ არის ცნობილი განსაკუთრებული ეს ეხება საშუალო სნოს ყელის კიბოს თუ ძუძუს კიბოს. მოდით ესე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში კიბოთი ავადობა მოიმატა. და ზოგიერთი ასე ვთქვათ მეცნიერი ამას სხვანაირად ეძახის, კიდევ კიბო გაახალგაზრდავდა და გათავხედდა. იმიტომ რომ ადრეულ ასაკში კიბო უფრო იშვიათობა იყო ადრე, რომ კიბო მაინც ასე ვთქვათ ზრდასრული და უფრო მოხუცებულთა ასაკის დაავადებად ითვლებოდა, ეხლა ის გაახალგაზრდავდა. ავადობა გაიზარდა როგორც ძუძუსი, ასევე საშუალო სნოს ყელის კიბოში და ასევე ნებისმიერი სხვა ლოკალიზაციის კიბოს ავადობა. ესე ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთი გაიზარდა. მაგრამ ამას მეორე კიდევ ახსნა აქვს. მთელ მსოფლიოში მიღებული ესე რომ რატომ გაიზარდა კიბოთი ავადობა. ადამიანის საშუალო ცხოვრების ასაკიც გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა კიბოთი ავადობა და გარდა ამისა გაიზარდა კიბოს როგორც დაავადების გამოვლენა. სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი საერთოდ იღუპებოდა და არც კი იცოდნენ დაუშვათ რა დაავადები იყო დაღუპული. ანუ დიაგნოსტიკის უფრო ნატიფმა მეთოდებმა, უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებამ გამოიწვია ავადობის რაოდენობის მომატება. ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან კაი საქმე კეთდება ეხლა, რომ საქართველოს ჭანდაობის სამინისტრო და კერძო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით კეთდება ეს კიბოს რეგისტრი უკვე პრაქტიკულად დამთავრებულია და პილოტურად იგი ჩაერთვება. რომ სტატისტიკაც მოშლილი იყო. ეს შეიძლება იყო კიდეც ავადობა, მაგრამ ეს ვერ იყრიდა თავს შესაბამისად ერთ ადგილას, რომ ამას ერთიანი ანალიზი ჩატარებოდა. აი ხა ჩვენ მივდივართ ეტაპობრივად ამ რეგისტრის დანერგვით უკვე მივდივართ იმ ცივილური სამყაროსკენ, სადაც ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. დიახ, ჩვენ სტატისტიკასაც შევეხეთ და თუ მოვიშველებთ ამ სტატისტიკას, დაახლოებით პროცენტულად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა ნაადრევი გამოვლინების სკრინინგ პროგრამის ჩატარების შემდეგ? კი ბატონო, მოდით უფრო მარტივი რო იყოს შესაძლებელი, შემიძლია გითხრათ, რომ სკრინინგ პროგრამის დაწყებამდე, ავიღოთ ძუძუს კიბოს მაგალითი, რაც ყველაზე ნათელი მაგალითი იქნება. და დღესაც თუ ავიღებთ სკრინინგ პროგრამის ფარგლებში გამოკვლეულ ქალბატონებს და სკრინინგ პროგრამის გარეშე ვინცაც სკრინინგი არ აქვს გავლილი. სამწუხაროდ ესეთები ჯერ კიდევ არიან. იმ ქალბატონებში, სადაც ვინც სკრინინგ პროგრამა არ გაიარა, ძუძუს კიბოს გამოვლენილი შემთხვევების, პირველად დიაგნოსტირებული შემთხვევების 50%-ზე მეტი არის შორსწასული ფორმა. როდესაც კურნალობის ეფექტურობა მიუხედავად მისი ძალიან დიდი ღირებულებისა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ოჯახის მხრიდან. ვთქვათ პირდაპირ, რომ ოჯახს საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა უწევს. და კურნალობის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. იყო 50%-ზე მეტი. სკრინინგ პროგრამის ფარგლებში შორს გავრცელებული კიბოს, შორსასული კიბოს ფორმები, ძუძუს კიბოსი და არა მარტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ძუძუს კიბოს ვსაუბრობთ. შემცირდა 3-ჯერ, არა 3%, არა 30%, არამედ 3-ჯერ. შესაბამისად, სადღაც დავიდა 22-23%-ზე. თითქმის 60%-დან 57-58% იყო. შესაბამისად, რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ გაიზარდა ადრეული კიბო. მე მინდა გითხრათ, რომ მამოლოგები, ქირურგი მამოლოგები, რომლებიც ძალიან კარგები არის ყავს ამ ქვეყანას, მე არ მინდა არც ერთ ჩამოთვალოს, სხვას ეწყინოს. დაახლოებით 10 ადამიანია, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესები არიან. ისინი ამას აღიარებენ, რომ სკრინინგ პროგრამის დაწყების შემდგომ ძალიან მოემატა ადრეულმა კიბომ. როდესაც
ეფექტურობა მკურნალობის არის მაქსიმალური, დანახარჯი არის მინიმალური, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე ოჯახის მხრიდან და რა ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონისთვის და მისი ოჯახისთვის. ამ მკურნალობის შემდგომ ქალი უბრუნდება ოჯახს, საზოგადოებას თავისი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებით. ზუძუს თვლიანი მოკვეთა ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონისთვის და მისი ოჯახის შემდგომი ბედნიერებისთვის. 292-11-99 დაგვირეკეთ ან მოგწერეთ Facebook-ის გვერდზე ჩვენი მისამართია სოც დისკუსია რადიო იმედი და აქვე რამდენიმე მომხმარებელმა შეკითხვა გამოგვიგზავნა ბატონელმა სად შეიძლება ჩავიტაროთ C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში თუ ხდება C-ჰეპატიტის ანალიზის ჩატარება. ალბათ ამ ადამიანებს ვინც დაგვიკავშირდნენ ახსოვთ ის პერიოდი როდესაც ჩვენ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ეს იყო არასახელმწიფო პროგრამის, მაგრამ ერთ-ერთი დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამა. ჩვენ 6-7 თვის განმავლობაში ამას უფასოდ ვატარებდით. სამწუხაროდ ეს პროგრამა დასრულებულია და ჩვენ დონორთან ვაწარმოებთ, ასე ვთქვათ, თხოვნის სახით მოლაპარაკებას, რომ ეგება შეძლოთ ამის აღდგენა. ჩვენ ამას ვაწარმოებდით აბსოლუტურად უფასოდ, მაგრამ მინდა გითხრათ, მე შინია ესე საქვეყნოდ განაცხადო, მაგრამ ამას გადამოწმება უნდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული rapid, ანუ სწრაფი ტესტი, რამდენადაც მე ვიცი, მე მგონი ასევე უფასოდ არის, მე შინია კი ზუსტად თქვა, ინფექციურ საავადმყოფოში. ამას სჭირდება დაზუსტება. ასევე კიდევ ერთი შეკითხვა, ვარ 39 წლის, მარჯვენა ძუძუს ქვეშ მაქვს ტკივილი, ზოგჯერ მცირე ტკივილი, გადადის იღლიაში და იშვიათად მეორე ძუძუზეც. ცხოვრობ იმერეთში, გთხოვთ მიპასუხოთ, ვის მიმართო და რა გამოკვლევები გავიკეთო. თქვენ ბრძანდებით 39 წლის, კითხვას უნდა სასურველია ყოფილიყო, რომ გათხოვილი ბრძანდებით თუ არა, შვილი ყავთ თუ არა და ასე ვთქვათ, კიდევ რაღაც ფიზიოლოგიური პერიოდი როგორ მიდის თქვენ. გათხოვილი ვარ, მყავს 2 შვილი. ღმერთმა გაგიზარდოთ ორივე შვილი და კიდევ ბევრი გაგაჩენინოთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენ უნდა მიმართოთ აუცილებლად მამოლოგს, ქირურგს ან მამოლოგს, თქვენთვის უახლოეს ადგილას, რომ ზუსტი განესაზღვროს, ეხოსკოპია არის ალბათ სასურველი, 40 წლამდე თქვენ არ ხართ ამიტომ სკრინინგ პროგრამაში, თქვენ პროგრამა არ გაძლევთ საშუალებას, მაგრამ რაც პროგრამის გადაცემის დამთავრების შემდგომ, ან ჩვენ მე მოგწერთ ჩემ პირად მობილურ ტელეფონს და როცა გნებავთ დარეკეთ, გნებავთ ქუთაისშივე, ჩვენ კონტრაქტორს პირადად ვთხოვთ და იქვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ, თქვენთვის ეს აბსოლუტურად უფასო იქნება, მაგრამ გადაცემის პატივისცემის ხათრით და თქვენი შვილების ხათრით, თუ თბილისში წამბრძანდებით, აქ ჩაგიტარეთ, გაძლევთ ამის პირობას. და კიდევ ერთი შეკითხვა ესეთი, რა შემთხვევაში შეიძლება თქვენთან უფასო ოპერაციის გაკეთება, ვარ 30 წლის და ვის მიმართვა არ მაქვს საშუალება, მაქვს ფიბროადენომაო, რომელიც ძალიან მაწუხებსო. ხდება თუ არა? თბილისში ცხოვრობს? დიახ, თბილისში ცხოვრობს. იცით რა არის, ჯერ ესერთის თქვენ ფიბროადენომა რო გაქვთ და ეს ვინ დაადგინა? როგორ დადგინდა? რამდენი წლის ბრძანდებით ასევე? 30 წლის. 30 წელი ძალიან პატარა ასაკია დაუშვათ ამ პროგრამული დაფინანსებისთვის და მოდით ესე ვთქვათ, ისევ და ისევ მე მოგწერთ თქვენს ჩემ ტელეფონის ნომერს, მობრძანდით, ესეთ იცით გამიგეთ სწორად, მე არ მინდა არასერიოზულად გიპასუხოთ, მაგრამ ესე ტელეფონში, ანუ რადიო იმაში, გინდაც პირდაპირ ეთერში, გინდაც არაპირდაპირ ეთერში, ესე თქვენ საოპერაციო ხართ თუ არა, არ იქნება ჩემგან სერიოზული. ამას სჭირდება ჩახედვა, გაანალიზება ყველა თქვენი არსებული სამედიცინო დოკუმენტების. ეხლა ამით ამოიწურა შეკითხვები Facebook-ის გვერდზე, რა სიახლეებს გეგმავს ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ამაზე რო ვისაუბროთ. სკრინინგ ცენტრის სიახლეებიდან მინდა გითხრათ, რომ მეტი ლოკალიზაციას არ გეგმავთ, რამე თუ არსად სოფლიოში სხვა ლოკალიზაციები სახელმწიფო დაფინანსებით არ კეთდება. ჩვენი მუდმივი ასე ვთქვათ, საფიქრალი და გეგმები არის ჩვენი ხარისხის გაზრდა. აქ ორი მიმართულებით მუშაობთ, რომ ნებისმიერ წერტილში ჩატარებული სკრინინგის პროგრამის ფარგლებში კვლევები ეს ხდება რეგიონში თუ თბილისში ერთ ხარისხს მივახციოთ, რომ ეს იყოს ერთი ბრენდი და ნდობა იყოს ბრენდის და რა კონკრეტული დაწესებულების
და მეორე სულის ზოგადად ჩვენი ექიმების, ექთნების და მთლიანად მთელი პერსონალის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის გაზრდა. რისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრ შრომას, ენერგიას და ფულს ხარჯავთ ჩვენსას და დონორებისას. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ერთი ექიმი ახლა ჩამოვიდა ერთწლიანი სწავლებიდან, საფრანგეთიდან. ჩვენი ძალიან ბევრი ექიმი, 5-6 ექიმი პერიოდულად იტალიაში, პერიოდულად ჰოლანდიაში, პერიოდულად ავსტრიაში მიწვეულები არიან სწავლებაზე. ჩვენთან ყოველწლიურად ხანდახან წელიწადში ორჯერ ჩამოდიან დანიელი, იტალიელი, ფრანგი, ჰოლანდიელი ექიმები აქ ვატარებთ ტრენინგებს. აი ეს არის ჩვენი მუდმივი საფიქრალი. ეხლა ასევე კიდევ ერთი შეკითხვა მოვიდა Facebook-ის გვერდზე. ვარ 26 წლის, 3 წლის წინ დამედგინდა ცინ 1 არ მიმკურნალია, მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს. 26 წლის. 26 წლის თქვენ პროგრამაში ჯდებით, იმიტომ რომ ცინ 1? დიახ. იცით რა არის? ცინ 1 არ არის საგანგაშო დაუშვათ, მაგრამ ცინ 1 ან ნებისმიერი პათოლოგია. ცინ 1 ძალიან მსუბუქი პათოლოგია. მაგრამ ნებისმიერი პათოლოგია არის იმის საფუძველი, რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ და იმის გამო, რომ თქვენ ვერ მიაქციოთ ყურადღება, თქვენ ექიმი არ ბრძანდებით, უნდა მიბრძანდეთ ექიმთან და უნდა იყოთ დაკვირვების ქვეშ. ამიტომ თქვენ გთავაზობთ მიბრძანდეთ სკრინინგ პროგრამის ნებისმიერ განმახორციელებელ ორგანიზაციაში და სადაც უკვე მიანდოთ თქვენი ჯანმრთელობა იმ პროფესიონალებს. ჩვენი გადაცემის დრო იწურება და ბოლოს შეკითხვა მექნება ბატონო რემა თქვენთან ესეთი რაც შეეხება ონკოლოგიური ცენტრს, რომელიც ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. ზოგადად ბოლო პერიოდის ვითარება რომ მოგვიყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? ძალიან დიდი მადლობა ამ საშუალებისათვის. მე მინდა მთელ საქართველოს ვამცნო და მიულოცო ქართულ საზოგადოებას, რომ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა. მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე მგონი ეს ერთ-ერთი პირველია, თუ პირველი არა, როდესაც სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორად და გამართლებულად გაუქმა ცალმხრივად ინვესტორის ხელშეკრულებამ აბსოლუტურად სწორად მისი პირობების, საინვესტიციო პირობების არ შესრულების გამო და კონტრაქტის შესაბამისად დაიბრუნა ეს ქონება ისევ სახელმწიფო მფლობელობაში. რაც წინაპირობაა, რომ ონკოცენტრი ერთი ამ მძლავრ და დიდ კოლექტივად უდაოდ გახდება სახელმწიფოს მფარველობის და მფლობელობის პირობებში და აქვს ამის აბსოლუტური პოტენციალი გახდეს თავის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ლიდერად. ამისთვის მე მინდა ონკოლოგების სახით ძალიან დიდი მადლობა გადავხატო მთლიანად მთავრობას და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ იმ ჯგუფის აქტიურობა, რომელიც 7-8 თვე ამაზე იბრძოდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს აქტიურობა იყოს სწორი, რომ და ეს უნდა იყოს ალბათ ჭკუის სასწავლებელი ყველა ინვესტორისთვის. ეს იქნება ქართველი, ჩინელი, ესპანელი თუ ფრანგი, რომ ინვესტორი ყველა ვალდებულია თავის პირობას შეასრულოს. თუ არა, მაშინ ალბათ უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის შემდგარი ქვეყანა და თავის მხარეს და თავის მოვალეობას საქართველოს დაიცავს ყოველთვის. დიდი მადლობა ბატონო რემა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ასეთი იყო დღევანდელი სოცდისკუსია. მე მსმენელებს შევახსენებ, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია 220 35 შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად.